როგორ უნდა მივიღოთ საშინაო დავალება ბავშვისაგან? სიურპრიზი. მე ძალიან მიყვარდა ეს პროცესი სკოლაში. რომ შევდიოდი გაკვეთილზე და სიურპრიზი ბავშვებო გააქვთ ჩემთვის და როგორ ელოდნენ ამ სიურპრიზების მოწონას ჩემთვის. ფურსებზე წერდნენ, ნუ ეს რა იყო, ეს საშინაო ან მაგალითები იყო, რომელიც უნდა მოეხსნათ, ან კითხვები, ან რაღაცა თავიანთი ზღაპარი თუ მოთხრობა თუ ლექსი, ან რას თქვენ საშინაო დავალებას ეძახით. ფურსებზე წერდნენ და არა რვეულში. მაგრამ სამაგეროდ რომ ჩავილიდი კლასში და აი ასე მეჭირა ხელი და მიწყობს ერთ-ერთი დამიდებს თავის ფურცელს თვალებში შევხედავ, მეორე დამიდებს ასე, მესამე დამიდებს და ჩემი ხელი ცახცახებს. არა, სიყვარულით შევცქერი ბავშვს. ასე რომ საშინაო დავალებას მივიღებ. რას გააკეთებს ბავშვი? გამექცევა ამ პროცესებიდან? არ გამექცევა. მაგრამ აგერ მივედი ერთთან და არ მომცა საშინაო დავალება. არ გააკეთა, დავიცდა თუ არ მოუნდა თუ რა ვიცი რა მიზეზი ქონდა, არ ვეკითხე მიზეზს. თვალებს შევთხოვდი, არა უშავ, შენჩემ რა მოხდა? მეც მავიცდებოდა ესეთი რაღაცები. ხვალ დღეს საწავა, ხვალ მაჩუქე შენი საჩუქარი. ხვალ მომიტანე. შემეძლო მეთქვა როგორ კაცო, დღესაც არ აქვს საშინაო დავალება. დღესვე გაიგებს დედაშენი, გაიგე? აი ახლავე დაურეკავ, რომ იცოდეს დედაშენმა როგორ მოდიხარ აქ. ეს იქნებოდა ესე თითქოს და ბავშვებზე ზრუნვა. მაგრამ ბავშვი არ ღებულობს ამას ზრუნვად. ამიტომ ამიჯანყდება, ამიტომ გამებუტება, ამიტომ გამინაწყენდება და განაწყენებულ და გაბუტებულ ბავშვს ვეღარ გავსებთ, ხო მართალია? აღარ დავიმორჩილება. ამიტომ აქეთკენ დავამშვიდებ ბავშვს, კაცო. სულ ერთი რა მიზეზით. რა არა უშავ შენჩემ რა მოხდა მერე? რა მოხდა? ხვალე მომიტანე. მე ზეგამდესაც დავიცდი. კიდე მაზიგ მომიტან, ხო მომიტანა რა, როცა მომიტან მაშინ გავიხარებ. მაგრამ აი როგორ ღებულობ ამ დავალებებს, ამას ხედავს ყველა და აი ეს სიამოვნების განცდა ჩემთან ურთიერთობისა, გახსოვთ, გითხარით უკვე ურთიერთობაზე. ეს სიამოვნების განცდა ბავშვისთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს.